შოტლანდიაში ისტორიული რეფერენდუმი მიმდინარეობს, რომლის მონაწილეებმაც დიდი ბრიტანეთის ამ ნაწილის მომავალი უნდა განსაზღვრონ. მოსახლეობამ ერთადერთ შეკითხვას უნდა გასცეს პასუხი, უნდა იყოს თუ არა შოტლანდია დამოუკიდებელი ქვეყანა. რეფერენდუმზე მაღალი აქტივობაა მოსალოდნელი ხმის მისაცემად 4 მილიონზე მეტი ადამიანია დარეგისტრირებული, რაც ელექტორატის 97% შეადგენს. შოტლანდიაში 2608 უბანია გახსნილი, რეფერენდუმის პირველადი შედეგები კი ხვალ დილით გახდება ცნობილი. ბოლო სოციოლოგიური გამოკითხვის თანახმად შოტლანდიის გაერთიანებულ სამეფოს შემადგენლობაში დარჩენას მოსახლეობის 51% უჭერს მხარს. რეფერენდუმის დაწყებამდე კი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა და შოტლანდიის ნაციონალური პარტიის ლიდერმა მოსახლეობას გონივრული გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდეს. Vote yes. Polls Everyone who cares about our united ყველა ვისაც გაერთიანებული სამეფოს ბედი აღელვებს და მათ შორის მეც ნერვიულობ, თუმცა იმედი მაქვს დავანახეთ შოტლანდიას, თუ რა სარგებელი შეიძლება გქონდეს მას გაერთიანებაში დარჩენის შემთხვევაში. ეს არის წარმატებული ეკონომიკა, მზარდი სამუშაო ადგილები. რა თქმა უნდა, არჩევანი შოტლანდიელებმა უნდა გააკეთონ, თუმცა ჩვენ ყველას გვსურს, რომ გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობაში დარჩეთ. ბუდუში ჩვენი ქვეყნის მომავალი ჩვენს ხელშია. მიიღეთ გადაწყვეტილება ნათელი გონებით და სუფთა სინდისით. რეფერენდუმზე კი შემოხაზვა ნიშნავს, რომ ჩვენ პასუხს ვაგებთ ჩვენს გადაწყვეტილებაზე და ერთად უნდა ვიმუშაოთ უკეთესი ქვეყნის ასაშენებლად.